ვიძებთ კუჭს. 13-იანს. აბა რა ხდება, აბა. კაბულ. ამოსვლები ვართ 4000 მეტრზე. ნახე რა ცხიმია ხა. სამ ამოატრიალე კიდე რა ეს. სანდრო. ოპოსფერ. გადმოვედით პამირს. მაკეთებთ იაკის. აგერ ნახე რა ხედებია. ხარი მაგარია. აუ რა გრიგალია ხდება. ეს არყის თითები ნუ დავასხუწვით. იეთი არაყი მიუსხოცები აგი დავასხუწვით. ჩავხები მიგაყარეთ. აბა ვისაც ხინკალი უყარდა და ჩვენთან ერთად აღარ არის რონა იყო გამოყვება. მაგარია. ჩაშკა გავარდა კაცო. Ay, checa. Ay, cagado. Checa, Didi perebola, cara. Legal, o quadro agora. Ele vai estar sentado. Vai ser legal porque ჟესე რა სიძახის მონდა მოხსნეს კატესორი ვისაკავო სვეჩები დაუყენო და რიჟიმი ის მასე дригателя их свечები მოდი дригателя ანუ ამას просто კუზოვთან მოგზაურობაში პატარა სიძნელეს წავაწყდით ეს თანდები პროცესია ყველა მოგზაურობის და არა უბრალოდ ხვალ მეგონიებს საკითხი დავხვეთავთ და ვიძებთ გასუნკების თემა ხო გვარდება
შენ რომელი ჭიქა გვაქვს უნდა გამომარჯოს ჩვენს ძნელებზე გადავახვას. მერე კარგად გაგახსენდე. სალაგვეში. და კიდე კაი ის რო გვაქვს რა ქვია ჩიპი რო გვაქვს. აუ რა ჩიპი გვაქვს. უკეთ ხვალ აი ფარსუნკები უნდა მოიხსნას ეს საჭიროებს რომ დაიშალოს ნახევარი ძრავი. ხვალე დედას ვიწი. მოგზაურის თავარი ისა თვისება არის რომ არ უნდა მიეცეს სასოწარკვეთას. ირიკით. რა ხდება? ფარსუნკების დაშო. აცმინდა რასოსი ხარნა გაქვს? უნივერსიტეტიდან გამოგაგდე. აი აქ ცხოვრობ, ცხოვრობ. მაიცობა შევაყო. აი აქ ტყეში ცხოვრობ. გამოვიარე თვალსაროჯერ ვევგე მე აქ რასაც აქ დაუძრევი ერთი სკამი და ეგრე ცხოვრობს რა გაქვს. ეს ერთი რაღაცა ხისეგ დედალმამალი შეგვიძლია გავაკეთოთ ამ ხისგან. უზარი. სულ შეერთებული ის. შენ ხა გავასხი წნევაში. დავიწყო? ხო. გეას ხოსნან. აი ნუ გავასხა. სავარში. მიეციდია. მიდი. ავი თვითონ იგივე. შენ დაიწყე გასცი. ჯერ კარტოფილი და დაისვენოს ხორცმა. ო, ალბათ. მიდი მაშინ არა. ეგი სამხდინა. გაშვება კარტოფილი. იგი კატლეტია. ჩაპო მოგიებოდება ხალხი რომ ხოუსე რა მოხდა დაგასაკრებდა ვიქტორი დღე აგაიჩები მოგზაურობთ კუჩის ხელით არა დღეს რა გაიშნიკი გეუნები ჯიბის დამშვენი ის უნდა ერთი 100 სომონი რა 100 რა ამბავია 10 $10 არ ვიცი 10 სომონის გამოიყო ეგ ტიპია რა დუki ქართული
აბა ამბებს გაუმარჯოს. აუ. აი სათაში სუდაბეხილზე ავდივარ 4200 მეტრამდეა სიმაღლე. ავალზე ხაიქ და დავილოცებით ფიქრობთ. არ შეეშინეს ამაც. არა, უნდა შეეშინეს. დალოცვილი რო არ ახარ, მაგის უნდა შეეშინეს. 4000 მეტრზე უღელტეხილზე ხდება ქართული ტრადიციის აღსრულება და გზის დალოცვა. ზია, შენ როგორ მოგწონს ეს სიტუაცია? ძალიან კაია. იმედია ჩვენი იაპონელი ძმაც ახლა დაილოცება, რომელიც გზაში ავიყვანეთ და მოგყავს. შეიცვალა დალიოცვა. Very good. იაპონელი ძმაც Oh, thank you. For our meeting, for our road. Thank you. Kanpai. Дамиски, ты видишь, вергави, уже еще გაოგზავნ გზად. გაგვილა გავლეცეთ ხოლმე. აგე ბიჭო. გადმოდი. $4660 მეტრი. უღელტეხილი აღბაიტალი. უფროსო ერთი ჩამოასხე. კარტში წააგე და ნაწყენი ხარ? მე როდი წავა, ყველა ხელი მოვიგე. აბა რატომ მოგიწია ყველასთვის ჩაის გაკეთება? ჯიგრულ პონჩი. ჯიგარი ხარ? გაიხარე. რა ყველასთვის ბიჭო აგერ ჭუპრილს გაუკეთე მარტო. ჭუპრილს გაუკეთე. სად არის თქვენი ჭუპრი, სად არის? რაღაც ადრე გავჩერეთ.
რავი, საათ ვერ შეხედე. ახტება. სამკას აქერ გზინავს. ის კაცი იქით იძინებს მატორზე. გუშინ დავიძინეთ მოწმენდილი ოცა დილით ვიღვიძებ თოვს ვართ 4100 მეტრზე მე მგონი გავუარესდება მინდი იქიდან ცუდი რუბელი მოდის გუშინ გადმოვედით მოკლედ იმ 4645-იან უღელტეხილზე. დღეს გადმოვედით ყირგიზეთში, ღამე გვეძინა 4100 მეტრზე და თოვლი მოაყარა და გაგვყინა. მანქანაში იყო კონდენსატი იმდენი, რომ რავი, სველები ვიყავით. ყინულიანები. დღეს შემოვედით ყირგიზეთის საზღვარი, ქართული საზღვარი ერთ წამში გაგვატარეს ყველანი. და ვართ რა, ეხა აგი რაღაც კაფეში დავჯექით, ტოლმა უნდა ვჭამოთ რაღაცა ის არის რა, აკაური რა, წვნიანი სპონსია რაღაცა რა. გენადაც აქადა დათო რაღაცა თავის ტკიოდა და მანქანაშია რაღაცა წეევს რა. აი ეს არის აკაური ამბები, ეხა კიდე რაღაც პერეულები გვაქვს აქა და ყველაფერი მანქანას კარგად აქ რა თავია. მაგრამ აქ ამ სიმაღლეებზე მანქანა მოკლედ ისე 30% 40% სიმძლავრე დაკარგული აქვს რა 4000-ებზე და 3500-ზე ისა ეთყობა რა ვიღაც რუსი შეხვდა იმან გითხრა ჩემ ტურბინიან მანქანასაც კი აგი ოგენა ევგე რა ხდება აქა? არ ვიცი, მარტივს. აი ეს არის ზემოთ უღელტეხილი. გზავრობა ავარიულ რეჟიმში იქ როგორ აძურა ის ხო? მანქანას დადგა ხა რომ მიაყენო და ჩუქზე ახვიდე. აი ეგრე აბაროტები აიღე. წავა, ხა უჭირს რა.
გაწვევი. ეი დროსელის დაჩიკი გაფუჭდა გუშინ, ვერაფერი ვერ ვუშველეთ, ვერ ვიშოვეთ, მოხსენით და ავარიულ რეჟიმში გადმოვიარეთ 150 კილომეტრი 3000 მეტრიანი უღელტეხილი. კიდე ბაროტებზე დადის დაბალ სიჩქარეებზე რა, ის მაღალ სიჩქარეებზე ჩვეულებრივად მოძრაობს. მე ხო პრინციპში დუშანბემდე სადღაც 300 კილომეტრი გვაქვს გზა. იქამდე უნდა ჩავასწროთ, იქ ალბათ ვიშოვით რა. თუ არა ალმაატამდე, არა. დადის მოკლედ. დავამუღამეთ გუშინ. ტვინი მართავს ავარიულ რეჟიმში მოკლედ ძრა. მე ხა მანქანას წმენდავთ რაღაცა და მივდივართ. გუშინ სახლი ვიქირავეთ, ევგენამ გაჩითა რაღაცა ხარომია. შიგნით ძალიან კაი. კაცი რაღაც $15 დაგვიდა, ვიბანავეთ. ჭამეთ რაღაცა და ეხლა ვიძრებით. ეს რა არის? ისიკულის ტბაზე და მერე ბიშკეკში. მე მგონი 2 დღის გზა, დღე-ნახევრის 2 დღე. ქალაქში ვიყავით ჩაგვესხა 200 ჯერ ვუთხარი ევგენ. აი ჩაი კონშულა. 14-იანი ნაკიდნოი უნდა მაგ. მეორე კონტექსტზე. არა უცხო არა. გეშენ არ გაგიძლებს ეს კარი. სადღაც აქი ხო, ანდა არ უნდა ამის პირდაპირაც ისხენ. დაი. ეს ბენზინი აღარ რა? უკაცე გაიუსო. მუსულმანებს თვარი აქვთ. იქით კომუნისტს ვარსკვლავი. ეს რა კაცი გნა. შიგარი. შიგნით არის. სიჩქარეების გამორთვის ფუნქცია და გადართვის ფუნქცია გაუქმდა. მოვდივართ რაღაცნაირად ხმას. ჩადავძრავთ მესამეში. სანამ მესამეში დავდივართ. მერე გავჩერდებით, გადავთავთ. 300 კილომეტრია გასავლელი და
უსტო ტელეფონი როარებო. ის ცხენები სადღა გადაადია. ბიშკეკის გზაზე გავჩერდით. იგი რევგენა თბება მზეში. აქ ჭუპრი ცოტა წაიყინა ზემოდან. არალონით. გაჩისულია სეპლენი. ეხლა მაგ ბოლომდე გაჩის. აი ახი იქითაც რაღაც ხან ცდილობს რომ წავიდე. რეგ არაფერი იქით ხელითაც რომ დავადრე დიპ ტუბიცაა და გადაჭერი და დიფერენციალი აქეთას გადმოსცემ ძალას უბრალოდ და მაგი. არა დიაგნოზი ეგ არის რა. კიდე ქნასი. დააკაჩავე. გადაუჭირე. დააკაჩავე 4 ჯერ. 3 4. კი გამოდის აერე. აბა ერთიც თუ ერთიც. გადაუჭი რა. კი. გადაუჭი რა. იო. მაიკა გავიხადე და დავჭი რა. საიდანა გიგებს ჰაერს რა ეს ეგრე ცოტა კიდე იმ თითოგვუშტი მაინც გამი რეგანა წინიდან გადაუჭი რა თანდაჭერილია აი მაინც შევხედო რა მესამე კიდრები თუ არა ორ მოაწვე არა მივე ხდება რა სხვა კეთებს არის ხევი ნოდარა იგი მოკლედ იცი ხო ჩვენი ამბავი მაგარი ცოდობრალით რომ მოვდივართ რა მაგრამ ვერ დაიჭირავს უაზსა დავიწრო ვერ საკდოვანი მისგან გავავი ყოველი სუსტი და დაგვე ეხა შეუკვეთე ლუკაშენკო გავლიო თვითონ და მე მოვიდი მოკლედ თუ გწოდნია ჩვენი ამბავი მაშინ აღარაფერს აღარ გიყვები რა ამას გიგზავნი ნოდარ ჩარკვიანო ეხლა ვიმყოფებით ბიშკეკში, ბარში და შეუკვეთეთ მენიუში იყო ხაჭაპური და სხვათა შორის ისეთი ხაჭაპური მოვიდა თბილისში აი არის ჩითება ბევრგან რა აი ბევრი შემხედე როგორ უკბეცავ შემხედე რა ხავ ნახე ყველი გაყვა ხო მოკლედ ვინც ჩვენთან აღარ არის ჩვენთან აღარ არის ისაც მოგზაურობა უყვარდა დაში ყოფნა უყვარდა გადაიღე რა გუგი აღარა მომდექი რაღაც ჯიბეში ერთი 2000 რასადა გული ჯიბეში მოვიდა შენ მოგეცი ვაუ შენ მოგეცი გული ჯიბეში მოვიდა შენ მოგეცი მან ესეთი უაზის გასაღები რაღაც სხვა გასაღებიც უნდა ქონა ეუგენა საწავიდა აუ აი ხა იქ რესტორანში შეიყო
იქიდან დავსრულოთ მარჯვნიდან და სულ პირდაპირ. ხო, მაგრამ გასაგები სად არის? სად ვართ ეხა? გასაგები მანახი სად არის სახში მიგიყო. რას მიგიყო? გასაგები როგორ არის? ევგენი ხო გავუშვით სახში. ვინ არის? გაგებაში არ არის. აუ რა არის? ვისთან გვაქვს სურათები გადაღებული? აიდე ვინ? მაინც ევგენი რეკო. ევგენ რა არის? გაყვავა მცემელი. რა? ტაქსი ვარ უკვე და გასაღები დატოვებული რესეპშენში. რა ტაქსი ვაფშე სადავართ არ ვიცით. რესეპშენშია დატოვებული გასაღებიო. კაი. სადავართ არ ვიცით ეხა. როგორ არის? აგურია ჰოტელი. სამოვი. სად ვართ? ფოტო გაფია? მაინც ფოტო საუტი ხო? შენ არის? მე მომყევი. მაინც ეხა სად ვიყავ შემოწმე. მთვარის ჭუხზე შენს სასუნთქოვას დაუდა რაჯე მოგებარები და წაგართმევ წუთით სიმშვიდეს და გესიზმრები იმ სიზმრებით შენ რომ გესიზმრე სიზმარში მაინც ხომ გადაგიხდი სამაგიერო მაშინ მიხვდები რა რიგმოდანჯე რა რიგმოცამე სამაგიეროს ვერ გადაგიხდი ბოროტებისთვის მე ვერ ვიმარგე როგორ ძლიერ მეძულებოდი ასე ძლიერად რომ არ მიღვარდე დავბინავდით სასაფლაოსთან ევროპის ქალაქებში ყველგან არის იმდენად შეზღუდულია მშენებლობის ნებართვის აღება ფაქტიურად შეუძლებელი. აი მე გეტყვი რა ეხა მაგარ ამბავს გეტყვი რა. ჩვენი მეგობარია ნოდარა რა არქიტექტორია ეგეც რა და. რაღაცა არქიტექტორების შეკრებაზე იყვნენ წასულები ეგ თავის კომპანიით შვედეთში თუ გერმანიაში შვედეთში აღარ მაქვს. მე მგონი უფრო შვედეთია რა. იქ რაღაცა ამათ მოუყვნენ რომ აი შვედეთში თუ როგორ ხდება მშენებლობის ნებართვის აღება რომ აი ეს უნდა გაითვალისწინო, ეს უნდა გაითვალისწინო, ეს უნდა დააკმაყოფილო, ეს უნდა დააკმაყოფილო და ბოლოს უკვე აი ყველაფერი რომ უნდა დააკმაყოფილო, ბოლოს კიდე იყო რისი დაკმაყოფილება რომ აი ამ ზონაში აი ეპლების მიგრაცია ხდება ამ თვიდან ამ თვემდე და ჩვენი კორპუსი არ უნდა აეფაროს ეპლების მიგრაციის ტრასას. და ესენი ჩამოვიდა ქართველი არქიტექტორი ხო ვაფშე საპირისპირო ქართველი არქიტექტორი ვანდალი
ერბოყველი კეთდება. მეც მომენადი, კარგად იყავი შენ. ბალღი, როგორ ახარ ბალღო? როგორ ახარ აბა? და ესე გამოიყურება დილა უაზში. მაფარია 3 საძილე, 1 პლედი. ნახდება ბრატ. ვაი, სადღაც 8500 კილომეტრზე ვცვლით ზეთს. ვართ ყაზახეთში. თუ ითხრება გააჩერე რა იმას. მანქანაში ეწევი ძმა? ცივაგარი. აი საფრთხეს. გეკნება. ეს თურქმენი არის აი ეს ხოლმე. ლადო ეცოდი. მოკიდე პროსტა მაგა. აი, მაქსიმუმია. აი, წაიგა. დია. ეს რაღაცა გადმოდე და წავედი.
ჩემი ძმა ჭა. თერმოსტატი გამოვცვალეთ და ის ბურღავდა. წყალს აწევდა, აღარ იხსნებოდა, მერე ბოლომდე არ იხსნებოდა, გამოვცვალეთ, ეხლა მივდივართ. გასწანი 80-ზე აღარ არის ისე. ეს არის ხიზლარის ზამთრის დადოვრები როი გრიშაონიანი განაგებდა ამ სადო მოკლედ ნახევარი მსოფლიო გამოვიარეთ და ეხლა ინგუშეთამდე მოვედით. აქედან ვაპირებით გადასვლას ეს ღული მუჟიჩის გზა რაც არის და გაგვაჩერეთ რაღაც პოსტია სასაზღვრო ზონაო და არ გვიშვებენ. აქ ანტიტერორისტული ისა რა ქვია საშიშროების ზონაო და გაგვაჩერეთ, ამიტომ აქ ვსვავთ ჩვენ საქართველოდან გამომავალ მდინარე ასათს. როგორც ეს დინარია ძლიერი ხო? აბა ძია, აი ეგრე იყო საქართველო ყოველთვის. სალფეტკების ველზე ვართ. დარიალი კავკასიონი. მივდივართ საქართველოსკენ. მოვდივართ საქართველოში. რუსული ტამოჟნია გამოვიარეთ. ყველაფერი კარგადაა. აი დატოვებული მანქანები. ეს რუსები რომ მორბოდნენ. მობილიზაციას რო გამოურბოდნენ. მაგროინდელია. რა მანქანა ხარ? იმიტომ რომ ფეხით გადმოსულიყვნენ, ხალხი იყო. აი ისეთი ამბავია. აი კარგად გადაიღე. აზბეკში შემოვედი. ნიკოლო ზაკაზალიკაშვილი ჩამოსულა ჩვენ დასახვედრად და ველოდებით ცენტრში. Mine da gagozo